მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები მიმდინარეობს საქართველოში, როგორც ყოველთვის დრამატული. რაც ახლა ხდება, საკმაოდ ლოგიკურია. ანუ ეს მოყვა უკვე გომელაურის წასვლას, საერთოდ უსაფრთხოების სამსახურების და ძალოვანი სტრუქტურების წასვლას, ესე წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. ადრე შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ადრე ითმენდა კობახიძე, იმიტომ რომ გაიმარჯვა არჩევნებში, თავის ხალხი გაიყვანა საპარლამენტო არჩევნებში, გაიმარჯვა ძალაუფლება მიითვისა და შემდეგ ელოდებოდა რაღაც მოვლენებს. ერთი წელიწადში იყო უკვე ადგილობრივი არჩევნები, ამიტომ დაელოდა ამასობაში გაიტანა რუსული კანონი, გაიტანა ფარა, უამრავი სხვა კანონები და ასე შემდეგ, გრანტი, ასე შემდეგ და მაქსიმალურად მედის წინააღმდეგ, სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ. მოკლედ ეხლა ხედავთ ჩვენ კაფეოდ გამოკვეთილ კობახიძის არგუმენტს, რომ ჩემი გუნდი უნდა მოვიყვანო, მე გავამართლე და აშკარად ივანიშვილი კმაყოფილია ჩემი მუშაობით. კარგი მომენტია რომ დაუდასტურო, რომ მე ახლა მჭირდება ცვლილებები რეგიონებში. თუ ივანიშვილს უნდა ფართე კონდეს თქვათ ასე პირამიდა, არა, რეგიონებშიც უნდა იყოს მათი ხალხი. ანუ არ უნდა გავაჭაჭანოთ არსად, ქვია, ოპოზიცია. კარგი იქნებოდა ოპოზიცია ბოიკოტზე როგორმე წამოვიყვანეთ და ვილაპარაკეთ ამაზე ბევრს ოპოზიცია რა ტაქტიკა დაიჭერს, მაგრამ კობახიძის კადრები ძლიერდებიან. აი ხარებას და ამ ტიპის ასე ვთქვათ ფიგურების გაწევა, ასევე მათი მხრიდან რაღაც სიგნალი ხომ არ არის, რომ მათ ჩათვალეს, რომ ქუჩიდან ისეთი ტიპის წინააღმდეგობა მათ აღარ ელოდებათ, რომ რაღაცნაირი ჩახშობან, დაშლან, რაღაც ძაფრი მოქმედებები იყოს საჭირო. ამიტომ ვინც აი ამ წინა რაუნდის, ასე ვთქვათ, აი ამ სიმძაფრესთან და უკანონო მოქმედებებთან არის მათ შორის ასოცირებული, ის ხალხი გაიყვანოს სცენიდან. მაგრამ ვინც დაინიშნა, სულაც არ არიან ხარებებზე ნაკლები. თუ საჭირო იქნება ადამიანსაც მოკლავენ ქუჩაში, თუ და ძალადობას ჩაიდენენ და უფრო მეტ ადამიანს დააპატიმრებენ. ანუ ეს არ არის ცუდი ხარებას გაშვება და ვიღაც კარგი ახალის მოყვანა, არა. სანამ კრიზისული ვითარება არ შეიქმნება, მათი სახე ასეთია. ხო, ამიტომ ეს გაახალისება, ამიტომ თავარი ამოცანაა შეუქმნა, ახლა სუმალი მეგობარი აქტი უნდა იყოს მიღებული, დასავლეთში შექმნა განცდა, რომ ესენი განიცდიან ამ სანქციებს და უშვებენ სანქცირებულ ხალხს და აყენებენ ახალ ადამიანებს. დასავლეთთან დიალოგის ნაწილი თუ შიდა ვერტიკალის დიალოგის არა. კობახიძეზე აწყობის. დასავლეთ შეუშალონ ხელი და ამავე დროს გარდამისა ელჩი დაინიშნა ამერიკაში. ანუ და დიპლომატიური დარტყმა მიაყენონ იმ ინსტიტუტებს დასავლეთში, სადაც ეჭვობენ ღირს თუ არა საქართველოს გამოუცხადონ სანქციები მორიგი. ქართული ოცნების ნომერ პირველი ამოცანა მიბობღდეს და უკვე მიბობღდა ადგილობრივ არჩევნებამდე. ოქტომბერში, ოქტომბრის დასაწყისშია 3 თვე დავჭა. შესაბამისად მათ მაქსიმალურად მოასუფთავონ მოედანი, რათა დასავლეთს შეუშალონ ხელი სინდისზე, თქვა და სინდისზე მუშაობენ, რომ რა გინდათ ხომ მუშაობ. ხო გავუშვით ჩვენ სამსახურიდან, ქვია, სანქციებულ ადამიანებს. თორე შეიძლება უფრო მეტი უხილისი ადამიანები მოიყვანო. პრობლემა არაა. მათი ხელი ჯერ სისხლით არა გასრული ისე როგორც ცნობილია. ამიტომ ეს ჩვეულებრივი ავტორიტარული რეჟიმის ცნობილი ქცევა, როცა უშვებენ ერთს და ხალხს უხარია გაუშვეს, მაგრამ უფრო დიდი ჯალათი შეიძლება მოვიდეს. ხალხში ქმნიან ცვლილების ტემპერატურა, ანუ და ეს ცვლილების მოსურნე ხალხში, მაგრამ ამ ხალხს ხომ სხვა ტიპის ცვლილებებზე აქვს. რა თქმა უნდა, ხალხს მათ ხომ თავის ამორჩეველი ყავთ კაფიო. მათ ამ ამორჩეველს უჭირს მეზობელთან ლაპარაკი, თანამშრომელთან ლაპარაკი, ნათესავთან ლაპარაკი, ეუბნებიან, ესენი ხო ჯალათები არიან. ეხლა ასე და ამორჩეველს აძლევენ არგუმენტს, რა გინდა ხო დაიწყო წმენდა, ხო გაუშვეს ხალხი. ანუ ძალიან გვიან დაიწყეს არჩევნებამდე, აი ხომ მოვიდა ივლისი-აგვისტო ცხელი ზაფხული იქნება, შესაბამისად მოწმენდილის სახით მიდიან არჩევნებზე. ამის გაკეთება შეიძლება ერთი თვითა უკანდასაშია. ოპოზიციის კომენტარები მოვისმინეთ, რომ ეს პროტესტის დამსახურება, სანქციების და ასე ვთქვათ, რღვევის ნიშანია მათ შორის ასე აფასებს. არა, მე ასე მე ვხედავ იმას, რომ მათი მთავარი ამოცანაა არჩევნებში, ეს არჩევნები მაქსიმალურად ხალხმა მიითვისონ ძალაუფლება, რათა შემდეგ უკვე დაუბრუნდნენ აი ასე სანქციებს, პროტესტს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ხო, პოლიტიკა ხო არ შეცვლა. ან იგივე ხალხი, იგივე იმ კატეგორიის ადამიანები დანიშნნენ. ამიტომ რა თქმა უნდა, ოპოზიციას უფლება აქვს, კონდეს შენ თავის შეფასება. როცა მე მაქვს უფლება ჩემი შეფასებისა, მე კაფეოდ ხედავ, რომ ოცნება ეხა მანიპულირებს
თავის ამორჩევლით, მერყევი ამორჩევლით და დასავლეთით, რომ მე ვიცვლები და მართლა შეიძლება, როგორც კი მიითვისებს ძალაუფლებას ადგილობრივ არჩევნებზე, მithumetas ოპოზიცია დაეხმარება ამაში. შემდეგ მოხდება რა? შემდეგ უკვე 3 წელი არანაირი არჩევნები საქართველოში არაა, კონსტიტუციურად. თორე შეიძლება თუ მივაღწიეთ ახალ არჩევნებს და ვადამდელ არჩევნებს, მაგას აჯობია, მაგრამ ეს უკვე აღარ არის გარდაუვალი მოვლენა, იმის მიხედვით თუ ქართულ ოცნებამ რამე მორიგი საშინელი შეცდომა არ დაუშვა თავისთვის და კიდევ ხალხი ქუჩაში არ გამოიყო. ახალ არჩევნების ჩანიშვნის რესურს მზაობას თქვენ ქართული ოცნებიდან ვერ ხედავთ. რატომაც არა. ეხლა შეიძლება თუ დაწუდება ქართული ოცნება, რომ ბოიკოტი რეალურია და ნახევარი პარტიები მაინც არ მონაწილეობენ ბოიკოტში, ამოისუთქავს ბედნიერი, უკვე მარტო ლელო და მარტო გახარია ვერ გაკაჩავენ მერების მოგებას ქალაქებში. ფაქტია, ანუ ეს იქნება იმათ სინდიზე, ვინც ბუნებრივია ოპოზიციაში, ვინც ბოიკოტზე მიდის და მერე უკვე როცა გარანტირებულად ექნება ჯიბეს ჩადებული, რომ ბოიკოტი მუშაობს, მერე შეიძლება ქართულ ოცნებამ დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები. იმავე დღეს პარტიები თუ უკვე როგორ შევლეთ კი ბატონო, თუ ბოიკოტი გამოცხადებულია, ბოიკოტი ეს ოცნების მოკავშირე აქ ბოიკოტია და არა მონაწილეობა. ოცნება ყველაფერს აკეთებს. მე ვფიქრობ, რომ ბოიკოტიც და მონაწილეობაც, ნაწილისგან ბოიკოტი აწყობს, ნაწილისგან მონაწილეობა. ქართულ ოცნებას ურჩევნია, საერთოდ არც ერთი არ გავიდეს არჩევნებში. ეხლა თქვენ წაიკითხეთ პატიმრის წერილი და იქ ციფრებით ილაპარაკო. კი ბატონო, ვილაპარაკო ციფრებით, მაგრამ 3 ბიულეტენი იქნება. ჯერ ეს არ არის სპეცოპერაცია, ძამშელოვანია. ჯაფარიძემაც იქიდან ასე გამოაგზავნა რაღაც დაკრინოვითი ფორმით დააკრინა არჩევნები. უკაცრავად, ეს არ არის სპეცოპერაცია, ეს არის კონსტიტუციით დადგენილი არჩევნები. თუ თქვენ ასე იოლად ფეხქვეშ თელთ კონსტიტუციას, მაშინ რიჯობი ხართ ქართულ ოცნებას. ანუ ეს არის ოცნებათელავსო, ის აქცევს მას სპეცოპერაციას. ეს როგორ აცევს, თუ მონაწილეობას არ მიიღებ, ვერ ჩაატარებს, მიითვისებს ძალაუფლებას. ანუ ეს არის კონსტიტუციით დადგენილი. ოცნებას არ შეუძლია არ ჩაეტარებინეს არჩევნები. კონსტიტუციამ დაავალა ეს, შეიძლება სულაც არ უნდეს არჩევნები. მას ერთ-ერთი რაც შეეძლო, მაგრამ გადაეტანა გვიან. წარმოგიდგენთ აი ამ ხალხის აღვირახსნილი კამპანია შეხედრებს აკეთებს ოცნება, როგორ გადაიტანა არჩევნები შეეშინდა ასე შემდეგ. ან შეიძლება გადმოეტანა წინ. ესეც არ გამორჩა. მაშინო მანიპულირება გამოეხდინა ამ არჩევნებში. ყელშია გაჩხერილი. ეს რაღაც ნივთი არის, ცხელი რაღაც ნივთი, რომელიც თუ არ დადე მაგიდაზე დროზე ხელები დაგეწება. ეს არის არჩევნები, რომელიც აუცილებლად ჩაატაროს ქართულ ოცნებამ. ის ატარებს კონსტიტუციით დადგენილ ვადებში. რას დავარქვეთ ხო საკითხი, მაგრამ როცა ოპოზიცია არის მართალი და უნდა იყოს მართალი, ტყუილებით პოლიტიკის დაწყება არ არის ლამაზი. ეს არ არის სპეცოპერაცია, არის არჩევნები. შეშეგლია არ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, შენი უფლებაა. გამოაცხადო ბოიკოტი, მაგრამ დააკრინო კონსტიტუცია, ეს უკვე ამაზე არ შეიძლება ამაზე რეაგირება. ლაპარაკობენ, რომ ეს კი არის არჩევნები ქვია, მაგრამ ხელისუფლება ექცევა მას და ხელისუფლება აქცევს მას მისთვის სასურველ რაღაცას. ხო, რა თქმა უნდა, თუ შენ ამის უფლება მიეცი, რა თქმა უნდა, ბუნებრივია. ხელისუფლების თავი ამოცანა რა არის ამ არჩევნებში, ქართულ ოცნების. მისი თავი ამოცანა მაქსიმალურად ეფექტურად გაიმარჯვოს ამ არჩევნებში, მიითვისოს ძალაუფლება, არსად მოასუფთავო თლიანად მთელი მოედანი, არავინ არ ყავდეს ოპოზიციონერი საკრებულოში და იმაში რა ქვია, საკრებულოში და მერებში. ანუ მან უკვე გამოჩეკა თავის კოცხები, ის უკვე მიხვდა, რომ თუ გამომიჭირეს იმას რა ქვია, გაყალბებაში, აუცილებლად გავა ეს ოპოზიცია და ისევ დაურჩები არალეგიტიმური. მას ეშინია, მას არ ეშინია, მაგრამ არ უნდა არსებობს არალეგიტიმური ქცევა. რაც უფრო მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე ოპოზიციის ხალხი, მით უფრო გაუჭირდება ოცნებას გაყალბება. ეს არ არის ამდენსაც უნდა იმდეს დაიწერს. უკაცრავად, რატო არ დაიწერეს საკონსტიტუციო უმრავლესობა? როცა უნდა და ძალიან. თბილისში საერთოდ 4 პარტიის შემთხვევაში 46% აქვს, მაგ და 42 ოცნებას. მათ ეშინიათ 3 გვექნება ბიულეტენი. 3 ბიულეტენი. მოდი ვიყვეთ უფრო კარგად ავხსნათ. კი ბატონო, ეს 3 ბიულეტენი, ერთი არის საკრებულოს მაჟორიტარული სისტემა, მეორე არის საკრებულოს პარტიული სისტემა და მერები. ანუ თუ ჩვენ ქვია 4 პარტია ყავს, რომელიც ნამდვილად გამოაჩვენა თავის ოპოზიციონერობა საპარლამენტო არჩევნებზე, ხო? თუ 4-ვე გადის პირობითად თქვათ, არა? 4-ვე 4%-იანი ის ბარიერია. თუ 4-ვე გადალახავს, მე მგონი პრობლემა არა, 9%-ები აიღეს ყველამ საპარლამენტოში. თუ 4-ვე გადალახავს 64 ქვია მუნიციპალიტეტი, ერთი პარლამენტს კი არ ურჩევთ. 64 სია გვექნება. 64 სიაში შენი აქტივისტები შეკავ.
ყავს 4 პარტიას, სულ ცოტა 20% შეიძლება 20% და 30% კი შეიძლება აიღო მინიმუმ თუ არა 40% და შენ უკვე ქმნი ადგილებზე იმ დემოკრატიის საბუთოსაც შეგიძლია იბრძოლო მომავალი წლები. თუ არ შედიხარ მთლიანად შევა იქ აი ამ ოპოზიციის ნაცვლად. ეს ხალხის ზალა, ალტინფო, ეს ევროპელი სოციალისტები და აქცევენ მკვდარ ორგანოს. მაგრამ ეს არა თავარი. ეს ლეგიტიმაცია, ნახეთ, ლეგიტიმაცია შეიძლება რაღაც ფურცელზე იყოს და საკრებულოში, მაგრამ ნახეთ, არჩევნებს წონა ხომ უნდა კონდეთ. დამეთანხმეთ, რომ მარტო ოცნების, ალტინფოს და სოციალისტების არჩევნებს არ ექნება ის წონა, რამდენიც იქნება ამ 4 პარტიის და კიდე სხვა პარტიების. არ ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ ეს არის ადგილობრივი არჩევნები, ეს არ არის პოლიტიკური ორგანო. ეს ჩვენთვის ხდება პოლიტიკური, იმიტომ რომ გააყალბეთ საპარლამენტო არჩევნები და 1 წლის თავზე აქვს. არჩევნები შეიძლება აქ ეს ის უწვდება, რათა გავაძლიეროთ აქციები, რათა გავაძლიეროთ საზოგადოებაში საპროტესტო განცდა იმისა, რომ ჩვენ ძლიერები ვართ. მაგრამ თავარი არ მივედით მერები. აქ ნებისმიერ შემთხვევაში ყველა 64-ვე საკრებულოში ქართულოცნება მოიგებს უმრავლესობით, მაგრამ გვეყოლებოდა რომ მივიდნენ 4-ვე პარტია, გვეყოლებოდა 40%-იანი 20-დან 40%-მდე ოპოზიცია ყველა რაიონში და ხმაურ საშუალება ექნებოდათ და უამრავი პრობლემა დაყენებს საშუალება. მაგრამ აქ არ ჩანს გამარჯვება ჩანს მერებში. აქ 4 ქალაქი გვაქვს ესეთი. ეს არის თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და ზუგდიდი. აქ გამოკვეთილად ოპოზიციური ძალები ძლიერები არიან. თუ 4-ვე პარტია ამ დროს ახდება 900 ციფრები აინტერესებს ამ ადამიანს არა 900,000 კაცმა ხმამის ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებზე 900,000 კაცი ადამიანი ამორჩეველი არის ხელისუფლების წინააღმდეგ 900,000 ადამიანი თუ მივა არჩევნებზე ანუ 4-ვე მოძრაობიდან თუ ყველა მიიყვანა თავის ამორჩეველი და ბოიკოტი არ იქნება მაშინ ამ ქალაქებში მინიმუმ შეიძლება სხვა ქალაქებშიც მაგრამ ამ ქალაქებში მინიმუმ სულ ცოტა თუ პირველ ტურში არა მეორე ტურები დაინიშნება. მეორე ტურებზე აქ 20-20-ის მაგალითები მოჰყავთ და 20-21-ის მაგალითებიც რომ ოცნება იმ ტიპით ეს თქვათ 20-21 ჩააფლავა ოპოზიციამ სამარცხვინოდ ბოიკოტი ის გამოაცხადა მაშინ ბოიკოტერ მაშინ გამოაცხადა რეფერენდუმი. რა რეფერენდუმი იყო კაცო? ხო, მაშინ როცა ისე რომ ოპოზიცია ხელი არ გაუნგრევია, აღარ ვიტყვი სხვა ორგანოებს ადამიანისას, ხელი არ გაუნძრევია, ისე მოიგო სამეგრელო. ოპოზიცია. მთელი სამეგრელო იყო, რა ქვია, ოპოზიციის. აღარ ვლაპარაკობ, რუსთავში თითქმის გაიმარჯვა. ქუთაისში გაიმარჯვეს და ვერ დაიწყო ოპოზიცია, იმიტომ რომ რეფერენდუმი ქონდა გამოცხადებული თურმე. და ქუთაისში გამარჯვებული იყო. ბათუმში სერიოზული წარმატება იყო. ნუ თბილისში კალაძე იყო და შესაბამისად თბილისში ნამდვილად შანსები არ არსებობდა გამარჯვებისა. ანუ ამ ფონზე ეხლა სად არსებობს? კალაძე იქნება ის. არა, არსებობს სალომე ზურაბიშვილი. მე მიაჩნია რომ მიუხედავად უამრავი კრიტიკისა სალომე ზურაბიშვილის მიმართ ჩემი მხრიდანაც კი მიმაჩნია რომ ეს არის უნიკალური მონოპოვარი სწორედ მილიონიანი ქალაქის ლეგიტიმური მერი გახდეს და სააკაშვილო ერთი დაიწყო მეორედაც კი არ დაიწყო საკრებულოს თავმჯდომარე დაიწყო სააკაშვილმა ადგილობრივში გაიმარჯვა და მერე გადავიდა მერე დააკნა გააძლიერა მთელ საქართველოში განცდა რომ გამარჯვება შეიძლება თუ ხდება ბოიკოტი ხო კაი იქნება თუ ვინმე რო იყოს რა მოხდება საქართველოში ბოიკოტის შემდეგ კი ბატონო მე მინდა რომ სტუდიაში იყოს შესაძლებლობა სხვათა შორის თუ ბოიკოტი იმუშა თუ ბოიკოტი მაინც ორი პარტია თუ ბოიკოტი აცხადებს ეს ორი გადის რა ქვია ნაციონალური მოძრაობა და ახლები მორჩა ვერც გახარია და ვერც ლელო ვერ მოახდენენ 900,000 კაცის მობილიზებას ბუნებრივი არანაირი მეორე ტურები არ იქნება ჩაფლავდება სიტუაცია და ეს მართლაც და რა ვიცი არ მინდა რაღაც ის რასაც ფიქრობ ის თქვა ქართულ ნაციონალურ მოძრაობაზე ახლა დღეს იმიტომ რომ არ არის მაგენი პრობლემა ზოგადად ეხლა გახდნენ პრობლემა ხალხლა ისე უნდა ქვეყნის დანგრევა და ამიტომ იძულებულია ისევ გადავიდე ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ბოიკოტის გამო არის თქვენი რა თქმა უნდა მე მათ არ ვახსენებ არც არანაირ სისხლენ 9 წელიწადს არც ომს არაფერს იმიტომ რომ ვიცი რომ მათ წინააღმდეგ გამოსვლა აძლიერებს ქართულ ოცნებას დღეს ისინი ქვეყანას ანგრევენ როცა ბოიკოტზე მიდიან საქართველოში ყველა ცვლილება რაც ჩატარდა გამსახურდიას დროს შევარდნაძის დროს ქვია სააკაშვილის დროს ყველა ცვლილება ჩატარდა ადგილ არსებული ხელისუფლების კანონში შესვლით და დამარცხებით. კომუნისტები დაამარცხა გამსახურდიამ, ბოიკოტი იყო გამოცხადებული ხოთაში, კონგრესი, თქვენ ახალგაზრდა იყო დაგება. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 30% ამორჩეულს არ მივიდა არჩევნებზე, არა, გამსახურდიამ გაიმარჯვა.
გამოსახულდან გაიმარჯვა და ქვია კომუნისტების რესურსს ხედავთ რომ შეიძლება სადმე გაიმარჯვოს ერთიანობის შემთხვევაში. ერთიანობის შემთხვევაში. ოღონდ ეს ერთიანობა თქვენ ამბობთ რომ იყოს უნდა არჩევნებში წასვლის სასარგებლოდ. და არანაირად ერთიანი, იმიტომ რომ არის პოზიცია ასეთი რომ ან ბოიკოტში იყავით ერთიანი და ან არჩევნებში იყავით ერთიანი. ხოლოდ არჩევნებში მონაწილეობით უნდა იყოთ ერთიანი. ციტრაშია საქმე, აი თვითფრინავი კეთდება, იმიტომ რომ ჰაერში იფრინოს. თვითფრინავი შეიძლება გააჩეროს მიწაზე და რესტორანი გახსნა, გაგვიგია. მაგრამ ამისთვის არ კეთდება თვითფრინავი. თვითფრინავი კეთდება ჰაერში საფრენად. არჩევნები გამოგონილია ცვლილებებისათვის. არჩევნები გამოგონილია იქ მონაწილეობისათვის. შეშეგილი არ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, შენი უფლებაა. ბოიკოტის გამოაცხადო, მაგრამ სხვას როგორ უგზალავ თუ შენ დემოკრატი ადამიანი ხარ. შენ გაგხედვა რომ არჩევნებში არ მიიღო მონაწილეობა, ღმერთმა გაგიმარჯოს, სხვას რატო ეძახი მოღალატეს, რომელიც არჩევნებს იყენებს როგორც ინსტრუმენტს ცვლილებისათვის. არჩევნები პირველ რიგში არის ცვლილებების ინსტრუმენტი. საქართველოში არასდროსაც ჩატარებული ლეგიტიმური არჩევნები. 30 წელი ამას ვაკვირდები. ყოველი არჩევნების შემდეგ ოპოზიცია თვლის რომ არჩევნები იყო არალეგიტიმური. რა 2008 წელს არჩევნები ლეგიტიმური იყო? პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში დღეს მივხვდი რომ მუდმივად ვაშუქებ შევიდნენ არ შევიდნენ ლეგიტიმური არალეგიტიმური ბოიკოტი არ მონაწილეობა. ამიტომ ეს არის სისუსის ნიშანი. აი მაგაზია, თავარი პრობლემა ლეგიტიმაცია კი არა, საქართველოში არასოდეს დამდგარა ლეგიტიმაცია არა. საქართველოში იყო ცვლილებების პრობლემა. კომუნისტები უნდა გაუშვათ, გამსახურდიამ გაიმარჯვა. შევარდნაძე უნდა გაუშვათ, სააკაშვილმა გაიმარჯვა. სააკაშვილმა უნდა გაუშვათ, ივანიშვილმა გაიმარჯვა. ანუ ცვლილებების პოლიტიკა. უნდა გაუშვათ, უნდა გაიმარჯვოს და ვერი. ხო და თუ არ გაიმარჯვე, მის მიერვე არჩევნებში ვერ გამოდიხარ ხოლმე. რევოლუციის რესურსები, ჩანს რევოლუციის ნიშნები, მე ვერ ხედავ. საყოველთაო გაფიცვა, ჩატარდა. ნახეთ რა შედეგი მივიღეთ. ისა საყოველთაო დაუმორჩილებლობა. ეს ყველა ინფორმაცია მე ჩამოყალიბე რევოლუციის გარდა საყოველთაო გაბიცოდა საყოველთაო დაუმორჩილებლობა არის მშვიდობიანი ფორმებით ცვლილებები. რაღაც მიახლოებით იმიტირებული პროცესი. გაფიცვა რა არის, როცა ფოთის და ბათუმის პორტი, რკინიგზა, აეროპორტები და მეტრო გაჩერდება. ესა გაფიცვა უკაცრავად. არ ჩატარებულა, ვერ ჩატარდა. რა რესურსებით აპირებთ ცვლილებებს, როცა ხელში, აი ღმერთმა თუ არა კონსტიტუციამ გაჩუქა შანსი ადგილობრივი არჩევნებით მერები მოიგო რამდენიმე დროს. რაღაც წესები კიდევ უფრო დამძიმდა საარჩევნო სამართალი წინა არჩევნების შემდეგ. ეს არის არგუმენტაცია. ჯერ ესე წინა არჩევნები უკაცრავად. არჩევნებში არ შესვლას ემხრობ. წინა არჩევნები იყო საპარლამენტო. ეს გვეშლება. ეს არჩევნები არის ადგილობრივი, სხვადასხვა არჩევნებია. ანუ საპარლამენტო არჩევნებში ხელმოწარულობა არ უნდა გამოიწვიოს, ისა თქვათ ასე, გულისაყრა ადგილ არჩევნებში. სულ სხვადასხვა არჩევნებია. ესენი არაპირებენ თუ ვერ მიაღწიეს ახალ არჩევნებს და ვადამდელ არჩევნებს. 28 წელს არაპირებენ არჩევნებში მონაწილეობას. ხო თვითონ ხარაკერს იკეთებენ. როგორ თუ არ მონაწილეობ ამ არჩევნებში, მე როგორ მიიღებ მონაწილეობას? წარმოიდგინეთ, რომ ამ არჩევნებში თარიღ ყველაზე ძალიან დიდი შეცდომა. თითქოს არჩევნებში მონაწილეობა ლეგიტიმაცია. დიდი ბოდიში მაშინ ეს პარლამენტი ლეგიტიმური ყოფილა. ჩვენ ღებულობდით მივიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. ჩვენ არ მივიღეთ მონაწილეობა მუშაობაში, ამიტომ არალეგიტიმური. რომ დავამტკიცეთ, რომ გაყალბებული იყო, რომ გამოვიტანეთ ბიულეტენები, სადაც იყო გაჟონილი, აი ამიტომ არალეგიტიმური და არა ამიტომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღე. თუ არჩევნებში მონაწილეობა არ ლეგიტიმური, დიდი ბოდიში პარლამენტი ყოფილა ლეგიტიმური. მაგრამ ისინი ამბობენ, რომ როცა ხელისუფლებას უწოდებ არალეგიტიმურს, მათი არგუმენტები არის ასეთი, როცა არ აღიარებ ამ პარლამენტში არ შედიხარ, არ ცნობ, არ აღიარებ და ამ დროს იმ დონეზე რომ ზოგიერთი ლიდერი ვთქვათ გირაოს თანხასაც არ იხდის და ვთქვათ მისჩევნია პატიმრობა მე მისჩევნია პატიმრობა მე ზათავარ წავიდე მე როცა მომიწევს ჯარიმის გადახდა წინ პირდაპირ გეუნდებით ეთერში მე ვერ გადავიხდი მაგალითად მინდოდა მე არ გადავიხდი და წავალ ციხეში და ეს არის ერთ-ერთი დაუმორჩილების ერთ-ერთი ფორმა თუ გავავსებ ციხეებს ხალხით არა აი მამიშე ამ რაში შეიძლება დავამხოთ ამათ იმედია თუ ჩვენ შიშრები და ლაჩრები ვართ ჩვენ არა ვართ შიშრები და ლაჩრები გაუმარჯოს იმ ხალხს ვინც ციხეში მიდის მაგრამ მე მათ არ ვეთანხმები ბოიკოტის საკითხებში თორე ყოჩაღ ჯაფარიძე ყოჩაღ უქრაშვილი ყველა ყოჩაღ ვინც მელია ვინც მიწავიდნენ ღირსეულად ამოვიდნენ გვერდში თავის თქვათ ასე ღირსეულ მოქალაქეებს ციხეში მაგრამ ეს ანიშნავს რომ მე ვეთანხმები მათ კომუნიზმში ქვია ბოიკოტში ბოიკოტი დაანგრევს სახელმწიფოს იმიტომ რომ ბოიკოტის შემდეგ ქვია დაისადგა სრული სიწყნარე ვერავინ ვერ იტყვის რომ გაყალბდა არჩევნები იმიტომ რომ არ გაყალბდება არ დაჭირდება გაყალბება ხელის განძრევა შეიძლება არ დასჭირდეს ქართულოს რა თქმა უნდა ისე გაიფორმო და მე დაიწყებს ლაპარაკს სანქციებზე მე დაიწყებს ლაპარაკს სანქციებზე მე თქოს უკაცრავად მე ρίთავარ უარესი იგივე აზერბაიჯანზე ყაზახეთზე ყირგიზეთზე მე რატო არ მართებ ხელს და მართალი იქნებიან ამათი ავტორიტარიზმი არ იქნება სხვა სახელმწიფოს ავტორიტარიზმი უარესი ძლიერი პოლიტიკური ბრძალების შესვლა თქო საარჩევნო პროცესში და ხელისუფლების
ხელისუფლება მაინც მოიგებსო და შემდეგ ლაჩერები ყოფილა, რასაც მაინც მოიგებენ. გეუბნები რომ თბილისში 25%-ია ყველა კოლეგებით იმას აქვია, ქართულ ოცნებას. თუ შენ შედიხარ თბილისში, თუ აყენებ ღირსეულ კანდიდატს, მაგალითად მეიმაჩნია რომ სალომე ზურაბიშვილზე თქვით ესეც საინტერესოა, მოდი ვილაპარაკოთ. ამაღლობელი როგორც ბათუმში მაგალითად. ხო, კი ბატონო. რა იდეა ეს? ეს იდეა რომ ის არის, ქვია, ყოფილი პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, ეს არის ზეპარტიული ფიგურა, დღემდე არც პარტიასთან არ ყოფილა გაიგებებული, ყოჩახ. არის წამოსულია ქართული ოცნები და როგორც თავისუფლად სააკაშვილი წამოვიდა შევარდნაძიდან, ვინმე თქვა რომ შევარდნაძის პროექტიაო? რატო არის სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის პროექტი? ან რატო არის გახარია, ქვია, ივანიშვილის პროექტი? თუ სააკაშვილი არ ყოფილა შევარდნაძის პროექტი, რატო უნდა იყვნენ ესენი? რა ბოდვა, რა ეს არის, რა ქვია, ტვიში. მშობლობა, შეთქმულების თეორიების. ერთადერთი მიზეზი არის ის ნაციონალურ მოძრაობა და პარტიებმა წამოვიდნენ და იციან რომ ისინი აგებენ და აგებენ. ყველა ნიშანი აჩვენებს რომ სხვა პარტიები, ლელოები, გახარიები უფრო მეტხმას იღებენ ნელა-ნელა და არჩევნებმა, ამ ბოლო არჩევნებმა საპარლამენტო აჩვენა რომ თითქმის ყველა მაიღო 10%-ის გარშემო. ზოგან ნაკლები 10%-ზე, ზოგან მეტი 10%-ზე. კი ბატონო, გვარამე ყველაზე მეტი, მაგრამ 1-2%-ის მეტი იყო. ისინი მათ ეშინიათ არა ქართულ ოცნებასთან, რა ქვია, წინააღმდეგობა თქვენ ბრძანეთ რომ მაინც წავაგებთ თუ არა? მათ ეშინიათ რომ წააგებენ ოპოზიციასთან. აი, ლელოსთან წააგებენ და გახარიასთან. ამიტომ რაც არ უნდა ცუდი რამე თქვა ახლა, მათ უნდათ მოასუფთავონ გაკრიფონ შუა. იმიტომ რომ მათ კარგად იციან რომ მათ ყავთ თავისი ამორჩეველი, თავის ბირთვი ამორჩეველი ყავთ. ერთი არგუმენტი არის. შესაბამისად, მათ უნდათ რომ 28 წლისთვის მთლიანად მოსუფთავებული იყოს ქართული პოლიტიკა, საკრებულოში არავინ არ იყოს, დაფინანსებული არავინ არ იყოს, არავითარი აქტივისტები ადგილებზე არ იყვნენ. არჩევნები დაფინანსებასთან არ არის მიბმული. მე მგონი არ მიბმული. უნდა ვნახოთ, კი ბატონო, მაგრამ აქტივისტები გეყოლება ადგილს, მე მგონი მიბმული აქვს, დაკავებული ხარ საკრებულოში ადამიანები მუშაობენ, უამრავი რაღაცები. პარტიული დაფინანსება საპარლამენტო არჩევნებზე. არ მგონია, მე მგონი არის, მაგრამ კი ბატონო, არა ვარ ზად გიპასუხო და ამაში ვნახოთ, არის პრობლემა დავგუგლოთ და და დაუბრუნდეთ მაყურებელს რომ არ შევიყვანოთ შეცდომაში. ჩემი ცოდნა. კი ბატონო, მაგას უშუალოდ შენ აქტივისტებს კარგად ვადგენ. ყოველ შემთხვევაში იქ ადგილზე აქტივისტები, რომელიც არ მუშაობს საკრებულოში, არ მუშაობს მერიაში თუ გამგეობაში, ეს აქტივისტები მათ პოლიტიკის გარდა არაფერი არ იციან ადგილზე. ერთმანეთს ნაცსავები არიან, მეგობრები არიან, ბიძაშვილები არიან, თანამშრომლები არიან. იოლად გადადიან სხვა პარტიებში. ეს არ არის თბილისი. იქ სულ სხვა სისტემაა პოლიტიკური ადგილებზე. მთლიანად 4 წელიწადში სულად განადგურდება ყოველგვარი სპექტრი პოლიტიკური სპექტრი ადგილებზე და მე ვიყარე კენჭი უკვე 28 წელს უკვე რა იქნება იმაში რა ქვია. აი ხლა მაქვს ასეთი შეკითხვა თქვენთან. მე როცა ამ კითხვას ვუსვამ სტუმარს პოლიტიკური პარტიებიდან, მათ ახლა ივანიშვილს რა უნდა, ახლა ეს რა ჩვენი საქმეა, ჩვენ ექსპერტები ხომ არ ვართ და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ მინდა დაუბრუნდე. ივანიშვილის ინტერესი ახლა არ არის რომ ამ სხვილმა პარტიებმა არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, ნაწილმა მაინც? არა. მაქსიმალურად უჩვენე რათა დაადასტუროს, მან უნდა გაანადგუროს ოპოზიციური პარტიები. მან უნდა გაანადგუროს მედია, მან უნდა გაანადგუროს არასამთავრობო სექტორი, ეს ძალიან სამოქალაქო სექტორი, ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ თუ ვინმე გავიდა ახლა საკრებულებში მაინც ეს უკვე ჩაითვლება, ეს პარტია გაძლიერდება, იმიტომ რომ გადარჩება. ცალსახად პოლიტიკაში დარჩება, ანუ ეს ცალსახად დარჩება. ვინც კი გადის საკრებულებში, აიღებს მას ექნება თუ მივდივარ რომელიმე პარტია, მერთი პარტია თუ მივდივარ, პარტიზაკაშვილის პარტია, თუ დავარქვა, დავანებო თავი, რომ ვიღაცა რაღაცა ნიშნები არ იყოს. მე არ მონაწილეობ პარტიასთან, იმ ბიჭის ახალგაზრდას არ იყოს, რომელიც ციხეშია, მე არავითარ თანამდებობას არ ველოდი, პენსიაზე ვარ გასული და ამიტომ როგორ დასრულდება არჩევნები, მე პირადად, როგორც მე სიმართლე გითხრათ, არანაირი ინტერესი არ მაქვს, რომ პარტიას რამდენი წევრი ექნება, ჩემ ცხოვრებაზე არ არის. ამოცანა სახელმწიფო, ჩემი სახელმწიფო, ჩემი შვილები და შვილიშვილების ბედი ამ ქვეყანაში. თორემ მე უკვე პენსიაზე ვარ გასული და მე მაინც ვერ მოვესწრები ევროკავშირში სამწუხაროდ უკვე საქართველოს იმდენად უკვე აშკარად ჩავსრო ჩვენ ჩამორჩით ყველაფერს. ჩემი ყველაზე მთავარი ოცნება იყო და მიხაროდა რომ მოვესწარი, თურმე აღმოჩნდა რომ ვერ ვესწრები. მიუხედავად ამისა, მინდოდა ჩემი სახელმწიფო წინ წაიწიოს და წინ წაიგდოს საქმეები და თუ ჩვენ ახლა ჩავაგდეთ ეს რა 10-15 წელიწადი საქართველოში არაფერი არ იქნება. იმიტომ რომ უკვე მოკვდება აი ამ მოწინააღმდეგეები ამბობენ თუ არ გავიმარჯვებთ, ანუ ცვლილება, ამით იწყება. ვიყავართ ამას. გამარჯვება კი არა. მოჩქარეს მოუგვიანდესო შტით მუდმივად თელი ეს მაგრამ ახლა კიდევ უფრო გადავადდა. ჯობდა არ ყოფილიყო საჩვენები, არის მოვიდა საჩვენები, ჯობდა არ ყოფილიყო, თუმცა მიმაჩნია რომ კარგია რომ თუ გონივრულად გამოვიყენებთ და ბოიკოტს არ გამოაცხადებთ, ჯობდა რომ ყოფილიყო და არის. გინდა არ გინდა მაინც არის, მოგწოს თუ არ მოგწოს. შესაბამისად, ქვია, ეს ამ არჩევნების გვერდზე გატარება გამოიწვევს სრულ განადგურებას და ივანიშვილს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან მთლიანად
და მოასუფთავებს პოლიტიკურ სპექტრი. საქართველო გადადის ავტორიტარულ რეჟიმში. ჯერ პროცესში იყო, ჯერ არ გადასულა, ჯერ კიდე გვაქვს შანსები, ჯერ მე და თქვენ გვაქვს საშუალება ეთერში ლაპარაკისა. ჯერ კიდე არ არის აკრძალული პარტიები არჩევნებში მონაწილეობაზე. ნახეთ, რუსეთში რა ხდება, ბელორუსეთში რა ხდება. აქ ასე პარტიები მინდა არ მინდა პარტია არჩევნებში მონაწილეობა. ეს არ ხდება, მე აღარ მოხდება ესე. მე მერების არჩევნების კი არ იქნება. მე სულ ამბობ დიქტატურა. სანამ ტელევიზორიდან თქვენ ამას ამბობთ და ისმენთ, ესე იგი ჯერ არ არის აქამდე მის რა თქმა უნდა, ჯერ ავტოკრატია, რომელიც ძლიერდება აშკარად. მე ესენი უცებ კი არ გაიქცევიან რუსეთში, არ დიპლომატიურ თემას არ დაამყარებენ, არ დსს-ში არ შეერენ, არ ოდეკაბერში. რა თქმა უნდა, მაჩვენე სად არის რუსეთი? არ არის რუსეთი, აბა როგორც ვიყავთ ისე. ჩვენ არა ვარ 9 მაისი შალვა-პაპოშვილო. დაგვინახეთ 9 მაისი. მაგაზია, ხელს ვართმევ დიპლომატიურ. მათი არ გუში გააკეთეს, რომ ჩვენ სუვერენიტეტი გვინდა. არც ამერიკა, არც ევროპა, არც რუსეთი, გაუმარჯოს ჩინეთს, შორსაა და უცებ ვერ მოერება. ანუ მათ უნდათ აი ეს ქვია არაფრის კეთების ეს ქვია კონტექსტი, როცა რუსული გამოთქმა ძენსურკა როცა არაფერი არ ხდება. ერთი და იგივე. აი ეს მომენტი უნდათ მათ რომ შეინარჩუნონ, რომ ვერავინ ვერ შეედაოს, წამოვიდნენ ევროპიდან, წამოვიდნენ ამერიკიდან და რაც თავარია, ჩვენ ვართ რუსეთში. ნუ რავის რო გონია რუსეთში ვბრუნდებით. ჩვენ რუსეთში ვართ, მოდ გამტკისდება უფრო მეტად ეს ყველაფერი. ჩვენ წამოსვლა გვინდა რუსეთიდან. ევროპაში რომ მიდიხარ, როცა ქალაქში, როცა ქუთაისში მიდიხარ, თბილისიდან გადიხარ, ხო, ანუ რაღაცა უნდა დათმო, რომ სადღაც მიხვიდე. არ შეიძლება თან თბილისში იყო, თან ქუთაისში იყო, არა? ასები არის თან რუსეთში თუ ხარ შეუნდა დაიძრა ევროპისკენ ქართულმა ოცნება გააჩერა ევროპის მატარებელი ჩვენ დავრჩით იმ სადგურზე საიდანაც გასვლას ვაპირებდით ეს პრობლემა ანუ ჩვენ თუ გონია რომ ჩვენ არც რუსეთში არა ვართ არა ჩვენ რუსეთში ვრჩებით კი არ ბრუნდებით ვრჩებით რუსეთში მთელი ჩვენი 30 წლის ამოცანა იყო როგორმე მოწყვეტილიყავით ამ რუსეთს და როგორც იქნა ღვთისმადლით მოგვეცა საშუალება კანდიდატობის სტატუსით როგორც კანდიდატობის სტატუსი მივიღეთ მაშინ მე დაბრუნდა ივანიშვილი პოლიტიკაში ერთ კვირაში შეცვალა პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, რომელს ქვია წყალზე მხტომი გოგონები ვერ გააჩერა და ეს ქვია კანონი ვერ მიიღო, რუსული კანონი მოვიდა. კობახიძე უცებ პახ მოყარა ყველანი და ეხლა მიყარა ყველა ხალხი, ვინც მიყარა ხვები. და გაიმყარა პოზიციები. ანუ უცებ აჩვენა რა არის ავტორიტარიზმი და რა თქმა უნდა გული მოუგო ივანიშვილს. ბედნიერია ივანიშვილი, როგორც იქნა იპოვა ხალხი, ვინც მარტო ერთგულები კი არ არიან, ეფექტურებიც არიან. თორე ღარიბაშვილს თქვია, ერთგულებაში ვერავინ ვერ აჯობებს, ვერც გომელაურს, ვერც ძილუაშვილს. მაგრამ გარდა შეიძლება სულაც არ არის ესეთი ერთგული კობახიძე და შეიძლება ეჭვიც კი ეპარება და ეშენია კობახიძეს ივანიშვილი. მაგრამ საერთოდ ეფექტურია. ქვეყანას ეხლა მას უნდა მისცეს მთელი რეგიონები, რათა იქ თავის ხალხი დაასახოს და მე მორჩა. უკვე საქართველოში იქნება განცდა, რომ ოჯახი კობახიძე და ყველა მოინდომეს მის პარტიაში შესვლას, ყველა მოინდომეს მის საკრებულოში შესვლას, მის გამგეობაში შესვლას. ეს მომენტია და ამ დროს ოცნება დოკლაპიურ ბოდიში, ოპოზიცია დოკლაპიურად, ლაჩრულად კარგავს ადგილებს ადგილზე. თავის ხალხო ხალატობს, ვინც იქ არიან და მათ არ სხვა შანსი. ეს არის ჩვენი ბრძოლაო, იქ რაღაც სხვადასხვა საკრებულოში ორი სამიკაცია ჩვენი ბრძოლა. რა თქმა უნდა, ეს ადგილზე დემოკრატიაა. ეს დემოკრატია ადგილზე. შენარჩუნები ყავს ხალხი ადგილზე, რომელიც მომავალში შემდეგ აი როცა დანიშნა მიაღწევ თუ ღმერთმა კაცო მიაღწიო ახალ არჩევნებს რომ იქ უკვე ხალხი ყავდეს ადგილზე და დაგიხმარონ რაღაც გარკვეულობაში შეთო მიატოვე ეს ხალხი თუ კომისიაში აღარ დანიშნე თუ დამკვირვებელი არა რაღაცა წამოყვება შემდეგ არჩევნებზე თბილისი არ არის მარტო საქართველო ზურაბიშვილთან და ზურაბიშვილის იდეაზე რა სიტყვით იმიტომ რომ ზურაბიშვილის კომენტარები ნახეთ ალბათ მისი დამოკიდებულება უარყოფით არა ვინც კი ლაპარაკობს ბოიკოტზე ან და სხვათა შორის არა კატეგორიულად და პრინციპულად არ ვეთანხმები. ეს არის ქვეყნის დანგრევა. ქვეყნის დანგრევა. როგორც ჩაივლის არჩევნები, სოფლიო დემოკრატიულ სამყარო მიხვდება რომ საქართველოს გახდა ტიპიური ნორმალური ავტორიტარული რეჟიმი. არა ხალხს არ ხოცავს ქუჩაში, მაგრამ მიდის ავტორიტარიზმისაკენ. და გაუმარჯოს ეს თუ არ გინდა ჩემთან ყოფნა, ჩემო კარგო, ვიყავი აფრიკაში რა პრობლემაა? მთელი 80% რატო გავიწყდება? 80% დედამიწის ზუგზე არსებული სახელმწიფოებისა და მოსახლეობისა ცხოვრობს ავტორიტარიზმში კიდევ უფრო უარეს ავტორიტარიზმში კიდევ ერთ-ერთი მოკლედ რაღაც აზრი გამიწყდა ოპოზიციის არგუმენტებზე ვლაპარაკობდით რატომ არის ეს მარცხის გზა რომ ისინი ამბობენ რომ რაღაცა
ბოიკოტში თუ ვიტყოდით რომ ყველანი ვართ ბოიკოტში იქნებ ხელისუფლებას მეტი დაეთმო იქნება ახალი არჩევნები საპარლამენტო რაღაც კანონები უკან წაეღო ანუ მოკლედ სათაგურში ხმელი გამოეჩინა ერთი წელი იყო საპარლამენტო არჩევნებიდან ადგილ არჩევნებამდე ერთი წელი 3 თვე დაგვრჩა აქედან ორი ზაფხულია როგორ ამდენ ხანს ითმინდა ოცნებამდე ეხლა დაგითმობს საფრთხეს დაგითმობს რა ბოდვაა ესა ამას ყველაფერს გააკეთებს არჩევნების შემდეგ ნამდვილად მაგრამ არჩევნებამდე მაგრამ ამდენი ხანი ითმინა ამდენ ხანი თავზე ლაფი დაისხა შეურაცხყოფა მიიღო სანქციები მიიღო ამერიკიდან ევროკავშირიდან არავინ არ ელაპარაკება არავინ არ ჩამოდის აზერბაიჯანში ჩადიან აქ ჩამოდის არავინ იქ ჩადიან აქ ჩამოდიან ანუ ძალიან დამამცირებელია არსად არღებულობენ ამ ფონზე 3 თვე დარჩა როგორ დათმობს ამას ეს არის ზღაპარი თითქოს გონია რომ ისინი რაღაცა თმობენ არა ისინი ძალას იკრეფენ გადამწყვეტი ბრძოლისათვის გადამწყვეტი ბრძოლა არის 4 ოქტომბერს ჩატარდება საქართველოში კი ბატონო ძალიან დიდი სურვილი მექნება რაღაც პერიოდის შემდეგ აუცილებლად დებატებში მოწინააღმდეგის არგუმენტთან ერთად, იმიტომ რომ მე ყოველთვის სიამოვნებით გისმენ და ჩემგან ახლა დიდი მოწინააღმდეგე თქვენი პოზიციებისა ვერ გამოდიოდა. თქვენი მოწინააღმდეგე რომ ყოფილიყო, იმიტომ რომ მე მინდა რომ თანაბრად ყოველს პოზიცია და აზრი იყოს ამ სტუდიაში, ამ ეთერში. მე თანახმავ ვარ წინასწარ, მაგრამ ჯობია დებატებში მონაწილეობდნენ პოლიტიკოსები, ვინც აპირებენ კი, რა თქმა უნდა, გქონდა დღეს თქვენამდე ამის ცელობა. ძალიან დიდი მადლობა, მიიღეთ ჩემი პატივისცემა. ზაქარიაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.